როგორ შეიძლება გავხსნათ დიდი სანაბეჭდი სწრაფად. მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით როგორ შეიძლება გავხსნათ დიდი სანაბეჭდი სწრაფად. მოგეთ, მე მაქვს Samsung-ი, ამ შემთხვევაში მე Samsung-ზე გაჩვენებ, თუმცა ნებისმიერ ტელეფონზე, რომელსაც დიდი სანაბეჭდის რეგისტრაცია აქვს, პრინციპი არის იგივე. დავიწყოთ, გავხსნათ პარამეტრები, შემდეგ ჩამოვიდეთ ქვემოთ და ავირჩიოთ დაბლოკილი ეკრანი. შემდეგ ეკრანის დაბლოკვა და ბიომეტრია, შევიყვანოთ ჩვენი პაროლი რაც გვაქვს, ან პინი, ან ნიმუში და გადავიდეთ ანაბეჭდებზე. აქ არის ანაბეჭდები. მე მაქვს ორი ანაბეჭდი დარეგისტრირებული, მოდი ორივეს წავშლი ახლა და თავიდან დავიწყებ რეგისტრაციას. დავაჭიროთ დიდი სანაბეჭდის დამატებას, შემდეგი და რეგისტრაცია. ეხლა დავიწყოთ რეგისტრაცია, ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ ეს თითი, არამედ შეგვიძლია ესეც დავარეგისტრიროთ რა, ან მაგას პრობლემა არ აქვს. შეგიძლიათ ეს თითი დავარეგისტრიროთ, მაგრამ რა თქმა უნდა, როცა ხშირ შემთხვევაში ესე გვიჭირებს ტელეფონი და გვინდა სწრაფად გავხსნათ, რა თქმა უნდა, ვიყენებთ ამ თითს, ხო? ამიტომ ამ თითით თუ დაარეგისტრირებთ დიდი სანაბეჭდს, არა მხოლოდ ერთხელ, არამედ 4-ჯერ შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ, უფრო სწრაფად გახსნით რა. მაგრამ სანამ დაიწყებთ დარეგისტრირებას, ჩემი რჩევა იქნება, რომ გაასუფთავოთ ეკრანი კარგად, ნაჭრით და შემდეგ უკვე დაიწყოთ რეგისტრაცია, ასევე გაისუფთავეთ ეს თითის ანაბეჭდით. მორჩა დავარეგისტრირე, მე შემიძლია ეხლა დავაჭირო დამატებას და კიდევ დავარეგისტრიროთ ის სანაბეჭდი რა. აი ნახეთ. ან ისევე ეს თითი დავარეგისტრირო, ან შემიძლია სხვა თითები დავარეგისტრირო, მაგაზე პრობლემა არ გექნებათ. ესე შევავსოთ, კიდევ შევავსოთ, კიდევ შევავსოთ, კიდევ და ესეც ესე. ხო, გაითვალისწინეთ კიდევ არსებობს ეგეთი პრობლემა, ანუ ბრონებთან დაკავშირებით, თუ შეიძლება თქვენ შეიძინოთ ისეთი ბრონი, რომ დიდი სანაბეჭდმა არ იმუშაოს. ამიტომ, როცა ბრონს დააკრავთ, დაკვრის შემდეგ აუცილებლად თავიდან დაარეგისტრირეთ დიდი სანაბეჭდი და თუ არ იმუშავა, ავტომატურად შეცვალეთ, იმიტომ რომ ხშირად მქონია ესეთი შემთხვევა, რომ ბრონი შევიძინე, დავაკარი და დიდი სანაბეჭდი აღარ მუშაობდა. ამიტომ ეს ტელეფონის ბრალი არ არის, ეს არის ბრონის ბრალი მეგობრებო, უხალისხო ბრონი. კარგი, ეს მეორითაც უკვე დავარეგისტრირე, ახლა გადავიდეთ მესამე რეგისტრაციაზე. მესამედაც შევავსოთ ბარემ. შეიძლება არ გჭირდებოდეთ, მაგრამ უფრო სწრაფად რო გაიხსნას, ძალიან კარგი ვარიანტია რა. სხვა რაკურსით დაარეგისტრირეთ. ესე, ესე გვერდიდან. ესე. და მოდი მეოთხეთაც დავარეგისტრირებ, რადგან თავაზობს მეოთხედ რეგისტრაციას, მეოთხეთაც დავარეგისტრირებ. ერთი პოზიციით მაინც თუ დაარეგისტრირებთ, რამოდენიმე პოზიციით დაარეგისტრირეთ დიდი სანაბეჭდი. ესე 66 71 16 83 და ესეც ეს. ამის შემდეგ უკვე მეტის რეგისტრაცია აღარ შეგვიძლია, ანუ 4 დავარეგისტრირეთ, ჩვენ შეგვიძლია სხვისი დიდი სანაბეჭდი გამოგვეყენებინა მაგალითად, ეგეც შეგვეძლო. და ამის შემდეგ როცა დაბლოკავთ, ძალიან სწრაფად გაიხსნება რა. აი. უპრობლემოდ. სულ ეს იყო მეგობრებო. ვიდეო ამით დასრულებულია. გამოიწერეთ ისწავლემეტის YouTube არხი. ანუ შეგიძლიათ შეხვიდეთ YouTube-ში, ჩაწეროთ ისწავლემეტი და აქ ნახავთ უფრო ვრცლად იმ ვიდეოებს, რასაც ნახულობთ Facebook-ზე და TikTok-ზე. და რა თქმა უნდა, ასევე გვაქვს TikTok არხი, რომელზეც საკმაოდ ბევრი რაოდენობის ვიდეოები დევს. Facebook-ის ოფიციალური გვერდის ნახვა შეგიძლიათ გადმოხვიდეთ და მომწეროთ სასურველი კითხვები და რა თქმა უნდა შეძლებს დაკვრატ გიპასუხებთ ყველას. სულ ეს იყო, ნახვამდის.